ალბათ ქეთი მოგესალმებით. როგორ ბრძანდებთ? სალამი. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვხმობთ და დიდი მადლობა თქვენ. აი დაბრძანდით თქვენ. თქვენ შემთხვევაში ხო არ ორმაგდება პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ნოდარ დუმბაძის შვილი ქვია და ნოდარის სახელი უმოყვება. ნოდარის რომელიც არის ძალიან ისე ხო ყველას მაგაზე ხუმრობაც კი გვაქვს ჩვენ ოჯახს ყველას ნოდარი ქვია, მაგრამ მოფერებით ქეთინოს მეზახიან. ეგ მთელი ცხოვრების სიმძიმეა, რა თქმა უნდა. მე თქვენს გარეშე მომისმენია ეს ფოტოშორის და პატრიარქისგანაც მომისმენია ის ცნობილი ფაქტი, როცა უწმინდესი ეწვია ნოდარ საავადმყოფოში და ის აღსარება და პატრიარქმა დაურო აი ესეთი მომდე. კი, მე რომ მქონდეს იმის უფლება რომ მოვყვე მე მრევლს გავაასმაკებდი. იყო ჩემ ცხოვრებაში ესეთი მძიმე პერიოდი, როდესაც მე წავედი მონასტერში. და მაშინ მითხრა რომ აბა შენ რა გახსოვსო ჩვენი ურთიერთობიდან, შენ მომიყევიო. იო ეს ყველაფერი მასე იყო ნამდვილად, მაგრამ შენო მთავარი არ გახსოვს ალბათ და მე იმ მომენტს არ შევსწრები ვარ. რა განცდა იყო და რა ემოცია როცა გაიგეთ რომ მამამ თაწმინდაზე უნდა გადაესვენებინათ. პატრიარქმა თქვა მაშინ დადგა დრო რომ ნოდარი თაწმინდაზე უნდა ავიდეს.